თოვლის სახით მოსულმა უხმა ნალექმა გარკვეული სირთულების შექმნა შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებში. ყველაზე საყურადღებოა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლები, სადაც თოვლის საფარი შედარებით მაღალია. ინტენსიურად იწმინდება სოფლებამდე მისასვლელი გზები, ხოლო ტექნიკური მარილი იყრება ქალაქების ცენტრალურ გზებზე. როგორც რეგიონის რწმუნებული აცხადებს, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია ღამის საათებიდან. რაც შეეხება მოსახლეობის ენერგორესურსებით უზრუნველყოფას, როგორც რწმუნებულმა აღნიშნა, ამ დროისთვის რეგიონში შეფერხებები არ გვაქვს. უხვი ნალექი მოვიდა თოვლის სახით მთელ საქართველოში და მათ შორის შიდა ქართლში. 4-ვე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს თოვლის გაწმენდითი სამუშაოები. გამოსარჩევია და საყურადღებოა ხაშურის მუნიციპალიტეტი, სადაც მაღალმთიან სოფლებთან ბევრგან ჩახერგილია გზა, მიმდინარეობს მძიმე ტექნიკით გზების გაწმენდა. გუში ღამიდან მოყოლებული მუშაობდა 9 ტექნიკა, მათ შორის მუხლუხებიანი ტრაქტორიც. დღეს დაემატა კიდე 3 მუხლუხებიანი ტრაქტორი და მიმდინარეობს გზების გაწმენდა. ამ დროისთვის სავარაუდოდ ვფიქრობთ, რომ დასრულდება ხვალისთვის. რაც მთავარია, რომ ელექტროენერგია და გაზი ყველა მოსახლეს მიეწოდება. აღსანიშნავია, რომ 10 წლეულებია ესეთი რაოდენობის ნალექი თოვლის სახით ხაშურში არ ყოფილა. ჩვენ საკმაოდ მობილიზებული შევხვდით, იმიტომ ვიცოდით, რომ თქვათ იყო მოსალოდნელი ნალექი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ტექნიკა დაახლოებით 9-10 ერთეული ტექნიკა ქონდა მობილიზებული. იმ ტექნიკამ ვერ შეძლო, თქვათ, მაღალმთიან სოფლებში თავის დროზე ამოსვლა და ასე შემდეგ დაგჭირდა უფრო სხვანაირი ტექნიკა. დღესდღეობით ყველა მიმართულებით უკვე მუშაობს, შესაბამისი ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ ხვალისთვის უკვე ეს პრობლემები რაც გვაქვს დღეს აღარ გვექნება მთლიანად. აქვე აღნიშნავ, რომ 80 სოფელია ხაშურის მუნიციპალიტეტში, 82 უფრო სწორად, მათ შორის თვითონ ქალაქი ხაშურშიც საკმაო რაოდენობით ნალექი იყო თოვლის სახით და გზა, რასაც შეეხება გზის პრობლემები გვაქვს ამ ეტაპზე, არ ქონია ჩვენ ელექტროენერგიის მიწოდების და გაზის მიწოდების პრობლემა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ხვალ უკვე იქნება სტაბილურად ყველაფერი, გაწმენდილი გზა იქნება ყველა სოფელში და ფაქტიურად მოსახლეობას აღარ ექნება ეს პრობლემა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ჩვენი IP ყველაფერს აკეთებს ამისთვის. გარდა ამისა, მინდა რომ კომპანიები, რომლებიც გვეხმარებიან ტექნიკით და აუცილებლად მინდა მათ მადლობა უთხრა ამ დახმარებისთვის.